მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა აქტუალური თემა ოთომღებრიშვილთან ერთად. დღევანდელი გადაცემის თემაა კანონი გამჭვირვალობის შესახებ და ასევე მედიის ცენზურის შესახებ. ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორი და დამფუძნებელი ოთარ კვირიკაშვილი და ასევე ფატი ბუხრიკიძე. პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. ოთარ, თქვენთან მაქვს პირველი კითხვა, თქვენი აზრით რა არის გამჭვირვალობის კანონი და მისი მიზანი? პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ეგრეთ წოდებულ გამჭვირვალობის კანონს და ეს თანამედროვე ვარიანტს, რაც თითქოს ამერიკული ვარიანტიდან ესე გადმოიღეს და გააკეთეს, რაც გადმოიღო რეალურად რუსულმა ხელისუფლებამ აქ ადგილზე, მას არაფერი საერთო არ აქვს გამჭვირვალობასთან, ერთადერთი ემსახურება მედიის გაქრობას, არა მარტო მედიის არასამთავრობო სექტორის და არა მარტო მედიის და არასამთავრობო სექტორის ზოგადად კრიტიკული ადამიანების გაქრობას ამ ქვეყანაში და დიქტატურის, ასე ვთქვათ, დიქტატურის გაძლიერებას და დიქტატურის დამყარებას, ავტორიტარული რეჟიმის დამყარებას, თუმცა ეს საქართველოში არ იმუშავებს ეს ინსტრუქციები, რაც პირდაპირ გადმოაქვთ, ასე ვთქვათ, ბელარუსიდან, რუსეთიდან და ცდილობენ რომ საქართველოს რეალობას მოარგონ, მათ ვერ წარმოუდგენიათ და ვერ გაუთავისებიათ ერთი რამ, რომ ვერ გაუთავისებიათ ქართული ხალხის მენტალიტეტი. ცდილობენ ეს ადამიანები, აი ვხედავთ ერთმანეთის მიყოლებით. ადრეც არაერთჯერ ვახსენე ეს თემა, რომ ჰიბრიდული ომის მთავარი მიზანი არის ქვეყანაში კონტროლის და გავლენების დამყარება. მაგრამ ეს კონტროლი და გავლენები რომ დაამყარო, ქვეყანაში უნდა დაარტყა ჯერ საკანონმდებლო სისტემას, ინსტიტუციებს უნდა დაარტყა, საკანონმდებლო სისტემას უნდა დაარტყა, საგანმანათლებლო პროგრამებს უნდა დაარტყა, რომ გრძელვადიანი და განგრძობითი ხასიათი ჰქონდეს ამ ყველაფერს. ქართული ოცნების ხელისუფლება, რუსული ხელისუფლების რუსი ინსტრუქციის დავალებით ცდილობს და რაღაც გეგმაზომიერად მიყვება, განსაკუთრებით ბოლო 2 წლის მანძილზე ამ ყველაფერს მათ დაარტყეს, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო სისტემას, აღარ ჩამოვთვლით მთელ რიგ პროგრამებს, მათ დაარტყეს ინსტიტუციებს, მათ დაარტყეს საკანონმდებლო სისტემას, ასე ვთქვათ, მეტასტაზებით გაჯდნენ ამ ყველაფერში. აი საკანონმდებლო სისტემის თავარი ნაწილი და თავარი კომპონენტიც არის ზუსტად ეს რაღაც გამჭვირვალობის ხან რუსული კანონი ქვია, ხან ფარას არქმევენ, ხან რას არქმევენ, ხან რას არქმევენ. აი დღეს ვნახეთ უკვე რომ ადამიანებს უკვე Facebook პოსტების გამოუჩივიან, წარმოიდგინეთ ფაქტიურად აი რაღაც ირანში და ავღანეთში გეგონება თავი და ინსტიტუციებზეც მინდა ვთქვა რა გააკეთეს მათ ინსტიტუციებთან დაკავშირებით, აი სულ ბოლო 1-2 კვირის ამბავია, როდესაც დაზვერვის სამსახური გააუქმეს და დაუქვემდებარეს სუს. ეს ყველაფერი რას ემსახურება, შეიძლება ვიღაცას უბრალოდ პატარა საკადრო რაღაც უწყებების, ასე ვთქვათ, საკადრო პოლიტიკის ნაწილი ეგონოს, ნაწილად მიიჩნიოს ეს ყველაფერი, თუმცა აი წარმოვიდგინოთ დაზვერვის სამსახური, რომელიც გაერთიანებული იყო სხვადასხვა კომუნიტებში, ევროპის თუ ამერიკის სხვადასხვა, ასე ვთქვათ, ქსელებში და ისინი იმიტომ ეურთიერთობდნენ ჩვენს დაზვერვას, სიტყვაზე დაზვერვის სამსახურს, რომ იქ ნდობის გამო აქვთ შენთან კომუნიკაცია და ურთიერთობა. როდესაც შენ ამ სამსახურს აუქმდებარებს სულს, რომელიც აბსოლუტურად პოლიტიზირებულია, რომელიც 1000 ანგარიშია შეტანილი როგორც არჩევნების გაყალბების, ქვეყანაზე კონტროლის, რაღაც ავტორიტარიზმის, ასე ვთქვათ, ხელშემწყობი ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, რუსეთის და საქართველოს ხელისუფლების ხელში, ეს დაზვერვის სამსახურიც კარგავს სანდოობას და პირდაპირ, დასავლელ პარტნიორებთან და პირდაპირ, ასე ვთქვათ, გადაჭრეს, როგორც აი მაკრატლით გადაჭრა ურთიერთობა ჩვენს დაზვერვასა და მათ დასავლელ პარტნიორებს შორის. ეს ძალიან დიდ პრობლემებს გამოიწვევს თავის მხრივ, რადგან შეიძლება ჩვენ აღარავინ აღარ გველაპარაკებოდეს ტერორისტულ საკითხებზე, რაღაც საფრთხეებზე, უამრავი საფრთხის მატარებელი ამბავი შეიძლება მოხდეს ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს გარეშე ჩატარდეს და ჩვენ წარმოდგენა არ გქონდეს. ერთი ეგ უსაფრთხოების პრობლემა. აი ხლა შევხედეთ და ვნახეთ ჩვენ რომ მაგალითად ესენი ამით ცდილობენ რომ აი გადაჭრან ხო ურთიერთობა დასავლეთთან. აი გუშინ წინ გააუქმეს მაგალითად ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი. ესაც კიდევ ერთი ნაბიჯი ის იმაზე აღარ მაქვს ლაპარაკი რომ ვინ მუშაობდნენ ამ ცენტრში და რა ხალხი მუშაობდა და როგორ მუშაობდნენ თუ არ მუშაობდნენ. საერთოდ
თუმცა აქ ისევ და ისევ ინსტიტუციაზეა ხო საუბარი ნატოსა და ევროკავშირის ცენტრი იყო, რომელიც რეალურად უნდა ემუშავა ევროინტეგრაციის მიმართულებით და ესაც ჩაჭრეს და რეალურად აი ეს გეგმაზომიერად მიყვებიან ნაბიჯ, რომ ყველაფერი გაწყვეტონ და ყველაფერი გაუქმონ. ერთადერთი ამ ქვეყანაში თუ ვინმე ხმას იღებს დღესდღეობით ესენი არიან არასამთავრობო სექტორი, მედია და ეს პროტესტანტები, ადამიანები, ვინც რაღაცას აპროტესტებენ და ეხლა უკვე ამ ადამიანებსაც ესე გეგმაზომიერად მიყვებიან, კი, ამ ადამიანებსაც ესე გეგმაზომიერად მიყვებიან, რომ ყველას სიტყვა ჩაახშონ, ყველას ხმა ჩაახშონ და აბსოლუტურად აი ეს ქვეყანა დატოვონ რაღაცა თავიდან ბოლომდე სიბნელეში, თუმცა კიდევ ვიძახი, ვინც ეს ინსტრუქციები დაუწერა საქართველოს ხელისუფლებას, აი ამ ადამიანებს, ამ გაუნათლებელ ადამიანებს, მას წარმოდგენა არ აქვს ქართული ადამიანის მენტალიტეტზე და ქართული ადამიანის ზოგადად ეთნოფსიქოლოგიაზე, რადგან საქართველოს, რა ვიცი, 3000 წელი მუდმივად აი ესეთი ბრძოლებში მოდიოდა, აი ესეთ წინაღობებში და აი ესეთი ბარიერები ჰქონდა მუდმივად ქვეყანას სხვადასხვა საუკუნეში, სხვადასხვა დროს, მაგრამ ყოველთვის ისევ და ისევ ქართული ადამიანის ხასიათის სიმტკიცის ხარჯზე გადალახავდა ხოლმე და ეხლაც გადავლახავთ შეიძლება რთულად, იმიტომ რომ შიდამტრები განსაკუთრებულად წარმოუდგენლად ბევრი ყავს ქართული ოცნების სახით. აი ბიძინა ივანიშვილმა მართლა შეძლო და 12 წლის თავზე გააკეთა აი სელექციის ხარჯზე ყველაზე ასე ვთქვათ, ადამიანები ყველაფრის მკადრებელი, ყველაზე მედროვე, აი ქვეყნის გამყიდველი ადამიანებისგან დააკომპლექტა თავის გუნდი, რომლებიც ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა კიდევ ვიძახი, ვერ გაუაზრებიათ აი ეს საერთო კონტექსტი, რასაც აი ქართული ადამიანის ხასიათი ქვია და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ბრძოლასაც წააგებენ ქართულ ხალხთან. დიახ, ოთარ, რამდენად გამჭვირვალეა არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა და რატომ გახდა ამ კანონის მიღება საჭირო? თუ კი ვინმეს მუშაობა საქართველოში გამჭვირვალე, ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობა. ჩვენ რა ვიცი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პროექტზე სათითაოდ თეთრი დათვლილია, აღარ მოუყვები პროცედურას, როგორ ითვლება და რანაირად ითვლება. აუდიტი ამოწმებს, რა ვიცი, ყველა პროექტს აუდიტი ამოწმებს თითოეულ კაპიკს და მეორეც არასამთავრობო ორგანიზაციები არიან ის ორგანიზაციები, ვინც ამ ქვეყანაში ითვლის რეალურად, ვინც ამ ქვეყანაში საუბრობს კორუფციაზე, გაფლანგვაზე, გახარჯვაზე და ვინც ამ ქვეყანაში რაღაც დონეზე ხალხს ალტერნატივას ანახებს, ალტერნატივას უჩენს რა, აი ხალხს როგორ ვთქვა, შეიძლება არასამთავრობო ორგანიზაციის $10,000 გრანტით გაცილებით ბევრი პროექტი შექმნილა ისეთი ღირებული და ნორმალური ადამიანებისთვის სასიკეთო, ვიდრე ხელისუფლების მილიონიანი რაღაცა ბიუჯეტში, რაღაც მილიონი ლარით, ან 2 მილიონი ლარით და ჩვენ ვხედავთ იმასაც, როგორ იპარავენ, რანაირად იპარავენ, რა ვიცი, თავისი აუდიტის სამსახური აქვს და აუდიტის ანგარიშები რომ ნახავთ, აბსოლუტურად აი რაღაცა სრულ სიგიჟესთან გვაქვს საქმე, აუდიტის ანგარიშები რომ ნახოს რიგითმა ქართული ოცნების ამომრჩეველმა, რომელსაც კითხვა არ უყვარს, ეს აუდიტის ანგარიშები რომ ნახონ ამ ადამიანებმა, აი დაინახავენ, რომ იმდენად წარმოუდგენლად და ღიად იპარავს ქართული ოცნება ფულს, იმდენ ფულს იპარავენ და იმდენად არაფერს არ აკეთებენ და ისე აქ მორგებული ეს ყველაფერი საკუთარ თავზე და საკუთარ ოჯახებზე, რომ შეიძლება ვერც დაიჯერო. აი ესეთი პოლიტიკა აქ თამათ და რა ვიცი, ყველაზე გამჭვირვალე თუ კი რამეა სათითაოდ თეთრი. ეს ხდება სწორედ არასამთავრობო სექტორში და რა ვიცი, ეს ძალიან კარგად იცის მათ შორის ქართული ოცნების ასე ვთქვათ, ლიდერშიპმა, ვინც ხელისუფლებაში არიან, მაგრამ მათი მიზანი ხო ეს არ არის, ძალიან კარგად იციან გამჭვირვალე ოცნობა, ძალიან კარგად იციან საიდან მოდის, როგორ მოდის, ისიც კარგად იცის ახლა სუსმა, რომ რეალურად ვინ იყენებს ამას ქვეყნის საწინააღმდეგოდ, თუ ვინ არ იყენებს, თუმცა მათ სულ სხვა მიზანი აქვთ, მათ აქვთ მიზანი, რომ გააქრონ საქართველოში, მოსპონა ეს კრიტიკული სიტყვა და რა ვიცი, საქართველო გახდეს აი ეს რუსი ოლიგარქების, რა ვიცი, შავი ფულის სამოთხე. დიახ. ხელისუფლება ამბობს, რომ ეს კანონი მხოლოდ არაფერს არ ცვლის და მხოლოდ ინფორმაციის გამჟღავნებაა. თქვენ რას ფიქრობთ, როგორ შეაფასებით მათ აზრს? ეს ზოგადად ქართული ოცნების ლიდერები რაღაცაზე რომ საუბრობენ, ეგ ხალხი საუბრობს საკუთარ ამომრჩეველს ესაუბრება ხოლმე.
ისინი დასცინიან საკუთარ ამომრჩეველს და ფიქრობენ, რომ აი ჩვენი თან ყოველ წელს რომ შეეხედოთ დინამიკაში, აი ამ ტყუილებსაც და აი ამ დეზინფორმაციასაც ძალიან ასე ვთქვათ, მდარე ხარისხი აქვს და ყოველ წელს დაბლა იწევს და ესენი ესაუბრებიან ხოლმე საკუთარ ამომრჩეველს და ესე ატყუებენ და დასცინიან. თორე ეხლა ნებისმიერი ადამიანისთვის აი ეხლა წარმოიდგინეთ ხელისუფლება იძახის, რომ ამ კანონს არანაირი ესა მარტო ინფორმაციის. ჯერ ერთი ადამიანმა უნდა დაირქვა წარმოიდგინე აგენტი, უცხოური ძალის აგენტი, აი მე მაგალითად, როდესაც ხელოვნური ინტელექტს და კიბერუსაფრთხოებას ვასწავლით ჩვენ და აბსოლუტურად, რა ვიცი, მადლობები უნდა გვიხადონ, ალბათ რომ მაგათ საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ რომ კიდე კიბერუსაფრთხოების მმართველობთ რა პროგრამებიც იყო და რა პროექტებიც იყო აბსოლუტურად და აი მაგალითად ერთ-ერთი პროგრამა იყო ბრიტანეთის მთავრობა აფინანსებდა და ისიც გაუჩერეს და აი ინციდენტებზე პრევენციისა და რეაგირების ცენტრი საერთოდ უკვე აღარ არის, ანუ იმ კონდიციაში, რა კონდიციაში უნდა ყოფილიყო ბრიტანელების დახმარებით. გაუჩერეს, იმიტომ რომ არჩევნები გააყალბეს და ესეთ ადამიანის უფლებებს არ ღვევენ. აი მაგათ მაგივრად რომ ჩვენ აქ ადგილზე კიბერუსაფრთხოებას ვასწავლეთ. ადამიანებს რომ ვაგუებთ იმას, მაგალითად ადამიანებს იმ დონეზე რომ წვრთნით, მაგალითად ხელოვნურ ინტელექტში და კიბერუსაფრთხოებაზე, თუ რუსებისგან თავდასხმა მოხდა და იცით რომ კიბერშეტევითი პოტენციალის მიმართულებით რუსეთს ყავს ძალიან ძლიერი ვთქვათ ჰაკერული ჯგუფები, საქართველოს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას რომ დაარტყან, ადამიანებს იმის შესაძლებლობა მაინც ჰქონდეთ, რომ გაარჩიონ შეტევა, არ არის შეტევა და ელემენტარულად პანიკაში არ ჩავარდნენ და რაღაც საბაზისო დონის კიბერ ასე ვთქვათ ჰიგიენის უნარები მაინც მიიღონ. და აი ხელისუფლების მაგივრად რომ ვაკეთებ ამ ყველაფერს, ხო? ხელისუფლების მაგივრად ჩვენი გუნდი ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ვასწავლეთ რაღაცა ხელოვნური ინტელექტის რაღაც საბაზისო უნარებს, გენერაციულ ხელოვნურ ინტელექტს, რაღაც დონეზე ანალიტიკურ უნარებსაც ვასწავლეთ, იმიტომ რომ 2 წლის მერე აი ამათ რომ მოვიშორებთ და ამათ რომ საერთოდ წარსულის რაღაცა პოლიტიკურ სანაგვეზე გავისტუმრებთ ამ ადამიანებს, უკან რომ მოვიხედავთ ფაქტიურად 100 წლით ჩამორჩენილები ვიქნებით დანარჩენ მსოფლიოსთან, ისეთი სწრაფად ვითარდება ხელოვნური ინტელექტი და ვასწავლეთ, იმიტომ რომ აი რასაც ჩვენი ხელისუფლება აკლებს, ჩვენ შევვსოთ რამენაირად და აი ამ სწავლების გამო, აი ჩემ მაგალითზე ვიძახი, სხვა ადამიანებზე ხო არ ვლაპარაკობ, ამ სწავლების გამო მე უნდა დავირქვა აგენტი, ყოველ 48 საათში რეპორტები უნდა უწერო ვიღაცა რაჟდენია თუ არ ვიცი რაღაცა უცნაურ ადამიანებს, რეპორტები უნდა უწერო და თან ყოველ მიწერისას უნდა მივწერო რომ აი გწერთ აგენტი ოთარ კვირიკაშვილი, თურმე მე აგენტი, მართლა აგენტებს და მართლა რუსეთის ხელისუფლების აგენტებს, რომლებიც FSB-ს მეხუთე სამმართველოში დაწერილი ინსტრუქციებით იმართებიან და აი ამის საფუძველზე თუ რაღაცა თვალში არ მოუხვედი ამ ადამიანებს და რაღაცა არ მოეწონა ჩვენში, შეუძლიათ ჩამოგართვან იქ ხმის უფლება და 1000-ის შემზღუდავი ნორმა რის საფუძველზე საერთოდ შეიძლება, ანუ ვერ გაჩერდები უბრალოდ ქვეყანაში. ჯერ წარმოიდგინე როგორია, რომ ქართულ ოცნებას იმ დონეზე დაუჩოქო ადამიანმა და იმ დონეზე ფეხებში ჩაუვარდე, რომ აგენტი დაირქვა. აი ეგ ხო წარმოუდგენელი ამბავია აგენტებს, რომ მართლა აგენტები ვინც არიან ეს ადამიანები რომ გარქმევენ აგენტს და შენც ესე თავდახრილი მიხვიდე და თან აიტანო რა ეს ყველაფერი როგორია მორალურად ახლა მართლა აგენტები ვინც არიან აი დადიან კაცო აგენტების მეტი რა არის მithumet აი ახლა მიიღეს კიდე ერთი კანონი მაგალითად რომელიც პირდაპირ მორგებულია IT სფეროს წარმომადგენლებზე და აქ ახლა Silicon Valley-დან არავინ არ ჩამოვა საქართველოში და ისრაელის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები არ ჩამოვლენ და ესენი ბრიტანელები და ამერიკელები ეს პირდაპირ მოარგეს რუს ასე ვთქვათ IT სფეროს სპეციალისტებს იქ იქნებიან ალბათ ჰაკერები პროგრამისტები რა ვიცი 1000 ვიღაცა 3 წლიანი ბინადრობის ეს არის რა ქვია ხო ეს ბინადრობის მოწმობას თუ რაღაც საძლევენ 4 ჯერ შეუძლიათ გაიხანგძლივონ 12 წელი შეუძლიათ იცხოვრონ და კაცმა არ იცის საქართველოსდან როგორი სიბინძურეები გაკეთდება საქართველოს იქნება რაღაცა ბუდე სიბინძურეების აი ამ ადამიანების შემოსulis შედეგად იმიტომ რომ ძალიან კარგი IT სპეციალისტები ყავთ რუსებს ძალიან კარგი პროგრამისტები ყავთ და შეუძლიათ ეს კოლ ცენტრები და 1000 მაიმუნობა კიდე რასაც ვერ წარმოვიდგენთ
კიბერშეტევები გააკეთონ ნებისმიერი ქვეყნის მიმართულებით საქართველოსთან და ეს პირდაპირ იზრდება რუსული სპეცსამსახურების ასე ვთქვათ სტილში, რადგან რამდენჯერაც რუსეთის სპეცსამსახურებს დაქვემდებარებულმა აგენტურულ ჰაკერულმა ჯგუფებმა აია მაგალითად APT28, APT29 რამდენჯერაც ამათ ვიღაცას დაარტყეს იმდენჯერ რუსულმა ასე ვთქვათ GRU-მ და FSB-მ ხელი დაიბანეს რომ ეს ჩვენი გაკეთებული არ არის არ ვიცი ვიღაცა კერძო ჰაკერები ურტყავენ რაღაცას საქართველოსთან როგორც კი შეტევები მოხდება აი გავიგებთ დავინახავთ რომ სწორედ რუსული სპეცსამსახურების დან გამოჟონოს ინფორმაციას რომ აი ჩვენ რა შუაში ვართ საქართველოსთან დაარტყეს და შეგვილახავენ უარი ისედაც შელახულო რეპუტაციას ეს ადამიანები და იმდენად ჩაგვიჭრიან დასავლეთთან კავშირს რომ შეიძლება 10 წლეულები და 100 წლეულები დასჭირდეს იმის აღდგენას სადაც აქამდე მოვედით და აი ამ ეს ყველაფერი ერთიანობაში რო წარმოვიდგინოთ დავინახავთ ზუსტად ეს ღალატის რაღაცა წერტილი სად არის ხო და საით არის კონცენტრირებული და საით არის ვინც ცდილობს მართლა ქვეყნის სწორგზაზე დაყენებას სწორგზაზე წაყვანას რაღაცა განათლების შემოტანას ამ ქვეყანაში ან რაღაცა ევროპულ ინსტიტუტებთან ინტეგრაციას და ვინც ცდილობს აი ამ მაიმუნობას და რა ვიცი თუ ვინმე ოდნავ მაინც ჩახედილია ამ სფეროში და ოდნავ რაღაცა შეხება აქვს აი უცხო ჩვენ ამ მიმართულებით იცით მუშაობთ ჰიბრიდული ომის და რუსეთიდან ჰაკერული შეტევების მიმართულებით აი თუ ვინმე ჩახედილია ყველა აი ხელის გულზე უდევს ყველა ადამიანს ის რომ რუსული სპეცსამსახურებიდან იმართება ქართული ოცნება და რუსული სპეცსამსახურები მიჰყვებიან ჰიბრიდული ომის ასე ვთქვათ გზას და ერთადერთი რამე დარჩათ ერთადერთი რამე ყველაფერი გააკეთეს ყველა კომპონენტი აითვისეს მეტასტაზებივით გაჯდნენ ამ კომპონენტებში ვახსენე საკანონმდებლო საგანმანათლებლო ინსტიტუციებში გაჯდნენ თუმცა დარჩა ერთადერთი რომ ხალხი დააჯერონ რომ აიგენი არიან ბევრი და მოიგებენ თუ ეგაც დააჯერეს ხალხს თუ ეგაც დააჯერეს და მაქამდე მივედით რომ აი ამ ხალხმა დაიჯერა რომ აზრი არ აქვს ბრძოლას და გადაგტეხავენ წელში ჩათვალეთ რომ რუსეთმა ჰიბრიდული ომის ყველა კომპონენტი, აი სახელმძღვანელოებში შესატანი ყველა კომპონენტი მიიყვანა ბოლომდე და მე ვფიქრობ ყველაზე დიდ რისკს, რასაც ვხედავთ იმაში, რომ ეს ნიჰილიზმი და ხალხში რაღაც ფრუსტრაცია მოხდეს და დაიჯერონ, ეს არის ზუსტად აი ეს ახლა შემოგდებული თვითმმართველობის არჩევნები, ძალიან შორს გადავედი, მაგრამ ესაც უნდა ვთქვა, თვითმმართველობის არჩევნები, რადგან აი ამ თვითმმართველობის არჩევნებში წაგება გამოიწვევს სწორედ იმას, რომ რუსეთი საბოლოოდ კონტროლს და გავლენას მოიპოვებს საქართველოზე, რომელიც შეიძლება აღარ დასრულდეს მრავალი ათეული წელი და ამიტომ პოლიტიკოსებსაც ურჩევ რომ ცოტა გონება დაატანონ რაღაცას და იმ რაღაცა თავისი ვიწრო პარტიული რაღაცა ბენეფიტები ის რაღაც ვიწრო პარტიული ბენეფიტები ცოტა ხანი გვერდზე გადადონ და ცოტა სახელმწიფოებრივად უყურონ რაღაც პროცესებს მათ შორის რა ვიცი გახარიას პარტია იქნება ეს ლელო იქნება თუ კიდე სხვა წვრილი პარტიები ვინც ეხლა მაგალითად ცდილობს რომ რაღაც აი ესე თავის დემაგოგიის ხარჯზე ისეთი სურათი შექმნას რომ თითქოს ეს თვითმმართველობის არჩევნები არის რაღაცა ქვეყნის სწორგზაზე გამყვანი ეს საერთოდ არ არის და ცოტა გრძელვადიან პერსპექტივაში შეხედონ ამ ყველაფერს. დიახ. ქალბატონო ფატი, პირველ რიგში მადლობას გიხდით გადაცემაში მოგწონებისთვის. როგორ შეაფასებდით მიმდინარე მოვლენებს საქართველოში და როგორ შეაფასებდით ასევე გამჭვირვალობის კანონს? საქართველოში მიმდინარე მოვლენები არის ძალიან ცუდი, როგორც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის, ისე დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციებისთვის და ასევე თითოეული მოქალაქისთვის. ეს მე დიდი ხანია მუშაობ ძალადობის წინააღმდეგ, მაქვს გარკვეული გამოცდილება, დიდი დაკვირვება და ექსპერტული ცოდნაც გამაჩნია. ზოგადად მოძალადე, აი ნებისმიერი მოძალადე, პოტენციური მოძალადე აკეთებს ასეთ რაღაცას. იმისთვის რომ სრული ის აქონდეს ობიექტი, ძალადობის ობიექტი თავისი გავლენის ქვეშ მოაქციოს, იწყებს ასე უზღუდავს გარშემო მეგობრებთან ურთიერთობას, ახლობლებთან, ნათესავებთან და ეს მარტო დარჩენილი ინდივიდი ძალიან ადვილი არის დასაჩაგრად და მასზე ძალადობის გასახორციელებლად. ასე ხდება როგორც ინდივიდებსა და
ფიზიკურ პირებს, ასევე სახელმწიფოებს შორის. იმისთვის რომ ადვილად იყოს საქართველოს როგორც სახელმწიფო და მისი მოქალაქეები დასაჩაგრი, უნდა მოხდეს ისე რომ ყველა კეთილისმსურველი და მეგობარი ჩამოაშორონ და აი ეს პროცესი თითქოს აი რაღაცა აი გლობალური აი გაზრდილი მით უყურებ მოძალადის ქმედებას რომ ნელ-ნელა ვтверждებია ჩვენ საუკეთესო მეგობრები, საუკეთესო მხარდამჭერები და რჩებით ჩვენ ყველაზე დიდი ვეშაპისა და მოძალადის პირისპირ მარტო. ძალიან ესეთი ცნობილი ფრაზა არის, რომელთაც თავს იწონებს ხელისუფლება და მართველი გუნდი რომ აბა ომი გინდათ, ეს არის ძალიან ცუდი და დემაგოგიური გამოთქმა. იქიდან გამომდინარე რომ პატარა სახელმწიფო და საკმაოდ მდიდარი სახელმწიფოები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, სკანდინავიის ქვეყნები, შეძლებული გაცილებით უკეთესი ტექნოლოგიები გააჩნიათ, ცხოვრების დონე მაღალი არის. რატო ვერ გაბედა რუსეთმა ვერცეთ აი ამ სახელმწიფოში შეჭრა და თავისი ძალადობის განხორციელება და ამხელა უკრაინა, რომელიც დამის ნახევარ ევროპის ის არის სიდიდით ტოლი და უკრაინაში შეიჭრა. იმიტომ რომ უკრაინას არ ჰქონდა ის მხარდაჭერა, რომელიც აქვს აი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. იმიტომ მოხდა ასე, თორე გაცილებით უფრო მეტი აქტივების მიღება შეეძლოთ, უფრო მეტი სიმდიდრისა და უფრო მეტი შესაძლებლობების წამოღება თუ დაიპყრობდეთ თქვათ ესეთ ძლიერ ქვეყანას. და ეს აი ძალადობის რაღაცა საშინელ ციკლი ისა ვარ ვაკვირდებით ჩვენ აი ვინც მუშაობთ ამ წლების განმავლობაში ოღონდ გაფართოებულად და უკვე აი ქვეყნის დონეზე წარმოდგენილ აი ამ დიდ მასშტაბში და ეს არის ძალიან ცუდი და ამისთვის თითოეულმა მოქალაქემ იმის კი არ უნდა აბაომი გინდათ, იმის კი არ უნდა შეგუშინდეთ. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის რომ ყავდეს მხარდამჭერები, ყავდეს მეგობრები, შევძოლოთ ევროატლანტიკურ სივრცეში გაერთიანება და ვერც რუსეთი და ვერც სხვა ქვეყანა, მაგრამ რუსეთს კი ჩვენი ოკუპანტია, ძალიან საზღარი ქვეყანაა და ძალიან ესეთი დიდი მადა აქვს ჩვენ შესაძლებლად, მაგრამ არც ნაკლები ისინი არ არიან ჩვენს გარშემო ამ ისტორიული ისინი ყავდნენ დამპყრობლები და მათაც ეს მადა არც განელებიათ და არც სურვილი წასულა არსად რომ საქართველოს დაეპყრონ. ეხლა კიდევ ერთი გამჭირვალობასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ ძალიან კარგად ილაპარაკა იმ საფრთხეებთან დაკავშირებით რომელსაც ეს გამჭირვალობის კანონი შემოიტანს, მაგრამ რა საჭირო იყო ამ გამჭირვალობის კანონის თქვათ არასამთავრობო სექტორისთვის თავზე მოხვევა ჩემთვის არის გაუგებარი. იქიდან გამომდინარე რომ მე ამდენი წლის განმავლობაში არა ყოფილა არც ერთი პროექტი თუ ის იყო ქართულ ენოვანი დონორის ხელშეკრულება არ ამეტვირთა შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე თავისი ბიუჯეტით და შესაბამისად გახარჯული როგორც დღეს ფაქტურებით, ასევე ზენდადებებით. და თუ უცხოენოვანი ის იყო ნოტარიულად ხელშეკრულებას ტვირთავ ყოველ სამთოში ერთხელ. ამაზე მეტი რაღა უნდა წარუდგინო, სადაც ბიუჯეტში ჩანს ვიზე რამდენი ხელფასი უნდა გაიხარჯოს, რა უნდა იყოს შეძენილი კონფერენციისთვის, იმისთვის ტრანსპორტისთვის თუ ასე შემდეგ და არანაირი საჭიროება ამის არ არსებობდა, იმიტომ რომ ნამდვილად ყველაზე გამჭირვალე სექტორი, ყველაზე კეთილსინდისიერი სექტორი არის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. გარდა იმისა, რომ თქვათ ჩვენ ვალდებულება გვაქვს სახელმწიფოს წინაშე რომ უნდა წარუდგინოთ შესაბამისი ინფორმაცია, უნდა ავტვირთოთ ყველაფერი აბსოლუტურად თითოეული თეთრი რაში დაიხარჯა და მისი დამადასტურებელი დოკუმენტი. ამავე დროს ვალდებულება გვაქვს დონორთან. არც ერთი დონორი ორგანიზაცია არ იმას იზავს, რომ არ კონდეს სრული ანგარიში, როგორც ფინანსური, ასევე თხრობითი ანგარიში, რატომ, რისთვის, რა საქმიანობა განხორციელდა, როგორ განხორციელდა, რა იყო წარმატება,
რამ იყო დამაბრკოლებელი და ვთქვათ რაღაცა თუ ვერ განხორციელდა და აი ასეთი დიდი შრომის იმაზე ფერხულში ვართ ჩაბმული თითოეული ორგანიზაცია და ეხლა ჩვენ გვეუბნებიან აგენტები როგორც აგენტები რეგისტრირდეთ. აგენტი შეიძლება ოთარ კიდევ კეთილშობილური გამოთქმა შეიძლება ვთქვათ, მაგრამ უკვე ცდილობენ იმას, ვინც არაკეთილმოსურნე არიან სექტორის, რომ გვიძახონ შპიონები, რათა ხალხისთვის იყოს უფრო დამაკნინებელი, უფრო ის რა ქვია, დისკრიმინაციული შპიონები. შპიონები ხართ თქვენ რატო ვარ შპიონი კაცო? მე რო ასეულობით ქალის სიცოცხლე მაქვს გადარჩენილი. 500-ზე მეტი ქალი და გოგონა მყავს გაგზავნილი სხვადასხვა სასწავლო პროგრამებით, როგორც მოკლევადიანი, ისე გრძელვადიანი პროგრამები. ჩემი უშუალოდ პირდაპირ დამსახურებით და ჩემს მიერ მოძიებული საშუალებებით. და უამრავი ქალის და გოგონას ჯანმრთელობის დაცვაში მაქვს ხელი შეწყობილი, თუ ვთქვათ, საქართველოში არ არის იმის შესაძლებლობა, რომ იმკურნალონ და ვთქვათ, მიიყვანონ ეს მკურნალობა ბოლომდე სხვადასხვა ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც უფრო მეტი შესაძლებლობები არსებობს, უფრო მეტი ტექნოლოგიები, უფრო მაღალი დონის ექიმები, აი გამიგზავნია და ბევრი სიცოცხლე გადამირჩენია. დღეს პრობლემები აქვს თქვენს ორგანიზაციას ადგილობრივ ხელისუფლებასთან თუ არ ცდები ამ პრობლემების შესახებ რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს. სამწუხაროდ ზუსტად ეს პრობლემები წარმოიშვა იქიდან, რომ ჩვენ რადგან უზურპრუქტით ჰქონდა ფართი, მივმართეთ რამდენიმე დონორ ორგანიზაციას, რომ ჩვენ გვაქვს ფართი და თქვენ აი ის რაც არ არსებობს საქართველოში კი არა ამიერკავკასიაში, ქალთა შესაძლებლობის და მხარდაჭერის ინკლუზიური ცენტრი გავხსნათ და ეს იქნებოდა უპრეცედენტო ამიერკავკასიაში პირველი. და მთლიანად იყო დაფინანსებული აი ამ ცენტრის აღჭურვა, როგორც ტექნოლოგიურად, ისე ფინანსურად და ასევე თვითონ სტაფი გადამზადდა ამისთვის, უამრავი რესურსი დაიხარჯა და ერთადერთი იყო საჭირო, რომ აი ამ ფარტში, სადაც არ გადავიხდიდით თანხას და ეს თანხაც მიმართული იქნებოდა ადამიანების კეთილდღეობისთვის ზუსტად და უამრავი განსაკუთრებით ეს აქცენტირებული იყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალებისა და გოგონების კეთილდღეობაზე, იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობს საქართველოში პრაქტიკულად არც ერთი ადაპტირებული გინეკოლოგიური საბარძელი, ადაპტირებული შესაძლებლობა იმის, რომ მიიღონ როგორც ქალებმა, აი ეს სკრინინგის თუ სხვა აუცილებელი ჯანმრთელობის გამოკვლევის სხვადასხვა შესაძლებლობები უმტკივნეულოთ, რომ თქვათ ძალიან ხშირად ბევრი ვერ მიდის იმიტომ რომ არ არის ეს ადაპტირებული გარემო, არ არის საბარძელები ადაპტირებული და სათითაო кейსებით ვესაუბრეთ დონორებს და $500,000 მეტი მოვიპოვეთ ამ წლების განმავლობაში და გაჩერებულია ეხლა ეს თანხაც დონორებს, ვინაიდან გარდა იმისა რომ ხარი დაეჭირათ ასეთი ჰუმანური, ასეთი ადამიანის კეთილდღეობაზე მიმართული, რატომ გაჩერდა და სასამართლო დავა წამოიწყო მერიამ და გვაქვს ახლა სასამართლო დავა ამ ფაქტთან დაკავშირებით. ესეთი მარტივი არ არის, რომ გამოყოფილი ტრანსფერი, აი ახლა დღეს კი ჩვენ ვიძახდით ფარტი გვაქვს და ახლა ხელისუფლება აღარ გვიჭერს და ასეთი მარტივი არ არის. დონორებმა თქვეს, მოდი იბრძოლეთ ბოლომდე, რადგან იყო მაშინ ის შესაძლებლობა და ჩვენ გქონდა მაშინდელი ხელისუფლებიდან ამაზე მზაობა და თანხმობა, შემდეგ მოვიდა ისეთი ქალაქის მერი, რომელმაც ყველაფერი თუ შეიძლება და მიიტაცა და ჯიბეში ჩაიდო და რაც ვერ ჩაიდო მუქთად და კანონმდებლობის ფარგლებში აღიარებითი კომისიები გააკეთა და 1000-ეული რამდენიმე 1000 კვადრატული ის მიწაცდა ფართიც მიიტაცა და მისი ოჯახის საკუთრებაშია და აი ამ მერმა შეგვიშალა ხელი, წავიდა სასამართლოში და დღეს დავა გვაქვს და ნახოთ როგორ იქნება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ყოველ შემთხვევაში დაინახავენ
იცავენ ჩვენი ბენეფიციარებიც და ზოგადად საზოგადოება, რომ ის ჩვენ გვინდა კარგი და გავაკეთოთ ის, რაც არ შეუძლია სახელმწიფოს, რასაც ვერ უზრუნველყოფს თავისი რესურსებით, თავისი შესაძლებლობებით, რომ ჩვენ გავაკეთოთ, მაგრამ გამოდის ისე, რომ რატომ კარგი გააკეთეთ, რომ შეიძლებოდეს ხელის მოჭრა აბარა არის ახლა ამ კანონების მიღება და ასეთი დამოკიდებულება ზოგადად ამ სექტორისადმი. დიახ, ქალბატონო ფათი, თქვენ მერია იჯარის ხელშეკრულებას გთავაზობთ. ხართ თუ არა თანახმა ამ ხელშეკრულებას? იჯარის ხელშეკრულებას გთავაზობდა, ეს იყო ხაფანგი იმისთვის, რომ იჯარის ხელშეკრულებაზე თუ ჩვენ წავყვებოდით მერიას, დაიწყებოდა აუქციონი, რომელსაც ვერ შევყვებოდით. გარდა ამისა, ჩვენ თუ ყველაზე მთავარი მიზანი იყო, რომ ქონოდა უზურფრუქტით ეს ფართი. ეს იჯარა საიდან უნდა გადაგვეხადა? თითოეული თეთრი არის გამოყოფილი კონკრეტული მიზნობრიობით და ასეთ ჩავარდებოდა პროექტი თუ ისე ჩავარდებოდა, რა მნიშვნელობა ჰქონდა. თან კიდევ აი წარმოიდგინეთ, რატომ გონიათ, რომ მათ ახლობლებს არასდროს არ შეექმნებათ არანაირი პრობლემა და ასეთი საუკეთესო შესაძლებლობა უნდა ყოფილიყო აქ და ამას უშლიან ხელს. ან შვილები არ ეყოლებათ, ან შვილიშვილები არ ეყოლებათ, ან დედა, ან ცოლი, ან დეიდაშვილი, ან მამიდაშვილი, ვიღაცა, ვისაც ეს საჭიროება შეიძლება ჰქონდეს? დიახ. დღეს რა საქმიანობს თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია და შეუშალა თუ არა ამ კანონმა, გამჭვირვალობის კანონმა ხელი? ხელი შეგვიშალა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ესეთი მარტივი შესაძლებლობები არ აგვაქვს. უამრავ კონკურსებში ვღებულობთ მონაწილეობას იმისთვის, რომ დაფინანსება მოვიპოვოთ. საქართველოში იცით კარგად, რომ დონორმა ორგანიზაციების ძალიან დიდმა ნაწილმა, ვინც ადგილზე იყვნენ და აქ მუშაობდნენ, სადაც ოფისებიც რომ ქონდათ, შეწყვიტეს გრანტების გაცემა. ამიტომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აი დაფინანსებას ჩვენ ვართ რამდენიმე საერთაშორისო ქალთა ქსელის წევრი და სხვადასხვა მხარდამჭერები და მეგობრები გვყავს. გაიმარჯვა ჩვენმა პროექტმა ძალიან დიდ კონკურსებში, მაგრამ ეხლა თავს ვიკავებთ, აი 4 პროექტი გვაქვს გამარჯვებული, თავს ვიკავებთ და ვერ ვეუბნებით დონორებს, რომ ჩაგვერიცხეთ თანხა და დავიწყოთ საქმიანობა. შეჩერებული გვაქვს საუკეთესო იდეები, რომელიც ძალიან ბევრი მოწყვლადი ჯგუფის ქალებს და გოგონებს ცხოვრებას გააუმჯობესებს და შეცვლის უკეთესობისკენ, ვერ ვახორციელებთ აი ამ მიზეზებიდან გამომდინარე, რომ არ არის აი ეს კანონი, არ იძლევა კანონი იმის შესაძლებლობას, რომ ეს საერთაშორისო ფული შემოვიდეს ადამიანების საკეთილდღეოდ. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ ანალოგიური კანონი აქვს ამერიკას, აქვს ასევე იღებს ევროპის ქვეყნები, მათ შორის საფრანგეთიც. თქვენ რას ფიქრობთ, არის თუ არა ანალოგი გადმოტანილი საქართველოში? არ არის ანალოგი გადმოტანილი, პირიქით ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული თავისი შინაარსით და მექანიზმებით. გარდა იმისა, რომ თქვათ ფარასზე და აი გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც სრულ კანონს ვეძახდით, იმისგან განსხვავებით კიდევ ერთი დიდი ხაფანგი და კიდევ ერთი დიდი უბსკრული გააჩინეს ცვლილებებით გრანტის კანონში. მე რატომ აქვს გაჩერებული ეს დაფინანსება? იქიდან გამომდინარე, რომ ნებისმიერ დონორმა ორგანიზაციამ, რომელიცაც სურს ყოველგვარი ანგარების გარეშე, ყოველგვარი თვითონ საკუთარი მოგების გარეშე შემოიტანოს ინვესტიცია ჩვენს ქვეყანაში. და აქ ადამიანების დასაქმებად, გარდა იმისა, რომ კონკრეტული ბენეფიციარები მიიღებენ გარკვეულ კეთილდღეობას, ამავე დროს ადამიანების დასაქმდებოდნენ და ჩვენ ძირითადად მაინც მოწყვლადი ჯგუფის ქალები და გოგონები ყავს დასაქმებული. და გამოდის ისე, რომ ის დონორი, რომელმაც შეიძლება არც იცის ზუსტად საქართველოს რომელ გეოგრაფიულ არეალში არის, არ აქვს ამის ვალდებულება, უნდა შეეხვეწოს საქართველოს ხელისუფლებას. იცით რა, მომეცი უფლება, რომ აი ამ ორგანიზაციას მე მივცე ეს თანხა. მართალია ამ დონორმა რომ მე მომცეს საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე ეს თანხა, მას ვერაფერს ვერ უზამს ხელისუფლება, მაგრამ სამაგეროდ ჩვენ დაგვაჯარიმებს მიღებული გრანტის ორმაგი ოდენობით. აი ეს არის საშინელება და ყველაზე დიდი საფრთხე. ძალიან კარგი კითხვა დასვირო, ანალოგია თუ არა რა. აი ხო შეიძლება ანუ ვიღაც დებილებს აჯერებენ, რომ ჩვენ დავაკოპიროთ, ჯერ რატო უნდა დააკოპირო ამერიკის კანონი? რა მნიშვნელობა აქვს ვისაც აკოპირებ? ხო უნდა გაითვალისწინო კონტექსტი. როგორ შეიძლება რომ მაგალითად გოლიათს და
მეტრა 20 ადამიანს ერთი და იგივე კოსტუმი მოარგოს. სიტყვაზე ვიძახი რა. ან ბავშვის ტანსაცმელი რო ჩაიცვა, მოგერგება? ისაც ტანსაცმელია, ისაც ტანსაცმელია, მაგრამ შეიძლება არ მოგერგოს. ყველაფერს აქვს თავისი კონტექსტი. ეს ამერიკის ფარა ჯერ ერთი საერთოდ რა სიგიჟეა. ამერიკის ფარა აქვს აბსოლუტურად სხვა მიზნები, სხვა წარსული, სხვა კონტექსტი, სხვანაირად მოდის. მაგრამ ავიღოთ ახლა აი ამერიკის გავლენა, რომელიც ეხება ამერიკის ფარა, რომელიც ეხება თუნდაც რომელიმე სიტყვაზე კანონდარღვევ სენატორს. იმ სენატორის გავლენა საერთაშორისო პოლიტიკაზე, იმ სენატორის გავლენა ამერიკულ პოლიტიკურ წრეებზე, ევროკავშირზე, რა ვიცი, ნებისმიერ რაღაცაზე წარმოიდგინეთ სენატორი რამდენად გავლენიანი ადამიანია, ავიღოთ ნებისმიერი სენატორი, ნებისმიერ სენატორს აქვს აი ძალიან დიდი გავლენა და შეუძლია რომ რომელიმე ქვეყანაში პოლიტიკური რაღაც დღის წესრიგი შეცვალოს. და ეხლა წარმოიდგინეთ სენატორის კონტექსტს მარგებენ მე რომელსაც ჩემი ორგანიზაციის იქით არანაირი გავლენა არ მაქვს არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც საქართველოს პარლამენტზე, არავისზე, ხო? ეხლა წარმოიდგინეთ, მე რა გავლენა უნდა მქონდეს სიტყვაზე, თან იმ სენატორს, რომელსაც ეს ამერიკული ფარაა მორგებული, იმ სენატორს როგორც შიდა ამერიკული კონტექსტი, ისე საგარეო პოლიტიკის კონტექსტიც ეხება. მე რა უნდა შევცვალო ეხლა მაგალითად ევროკავშირის პოლიტიკურ წრეებში, ან ჩემნაირმა ადამიანებმა, ან ქალბატონმა ფატიმ ძალიან გულითაც რომ გვინდოდეს, რა გავლენა გვექნება ჩვენ და ან ჩვენს გადაწყვეტილებებს თუნდაც ქართულ პოლიტიკაზე. არაფერი, შეიძლება რაღაცა ლოკალურ დონეზე გარკვეულად რაღაცა კაი სიკეთე გააკეთოს, აი ქალბატონმა ფატიმ გააკეთოს რაღაცა პროექტი, რომელიც ადამიანების ცხოვრებას შეცვლის იმ კონკრეტულ საზოგადოებაში, მაგრამ ქალბატონი ფატი მაგალითად საქართველოში რაღაცა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დანიშნავს, რაღაცა პროკურორს ვერ შეცვლის და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ვერ გამოიწვევს, ხო? ანუ ესია მორგებული. აი წარმოიდგინეთ, გადმოიტანეს, რომელიც სენატორზე იყო, სენატორების კონტექსტში, ანუ მარტო სენატორების, ამერიკელი პოლიტიკოსების კონტექსტი მოგვარგეს ჩვენ. ვისაც არანაირი ბერკეტები არ აქვს იმის, ხო? ჯერ ერთი ეგ სიგიჟე საერთოდ. მეორე ის რომ თუ მაგალითად არ დარეგისტრირდები და აქ სისხლის სამართლის კომპონენტი ჩადეს და იმის გამო რომ ადამიანი აი ახლა წეღანაც ვიძახდი რომ იმის გამო რომ ადამიანი მაგალითად სხვებს ასწავლი იმას რასაც ხელისუფლება არ ასწავლის ამის გამო შენ შერაცხული ხარ აგენტად ვისაც თავმოყარეობა აქვს მაგალითად და მე თავმოყარეობა მაქვს და არც მე და არც ჩემი წინაპრები არასოდეს არც ერთ ხელისუფლების აგენტები არ აყოფილვართ და როცა მაგალითად არ ვიცი შალვა პაპუაშვილი საიდან არის ჩამოსახლებული და ვინ არის და საერთოდ ქართველებსაც არ გვანან რომ შეხედავ ეხლა არავინ ქსენოფობიაში არ ჩამომართოს მაგრამ არა ქართველების გარდა ამას ესეთ სიგიჟეებს არავინ არ გააკეთებდა რა ესე საქართველოს არ უღალატებდა და საქართველოს არ შეიზიზღებდა არა ქართველების გარდა არავინ და მე მგონია ძალიან დარწმუნებული რომ ქართული ოცნების ხელისუფლება არია ესე გაჟღენთილი არაქართული სისხლით და ანუ ამ ადამიანებს მე მაგალითად აი რა სად მივდიოდი ამ ადამიანებს ვისაც ცოტა მორალური რაღაცა თავმოყარეობა აქვს არავინ არ დარეგისტრირდება აგენტად ხო როგორ უნდა შეგაშინოს ხელისუფლებამ რომ აგენტად დარეგისტრირდეს საზოგადოებისთვის უფრო მეტად რომ იყოს კარგად აი მისი დისკრიმინაციული და მასტიგმატირებული გამოთქმა აგენტად შპიონად არ დარეგისტრირდება კი ბატონო რამდენად დამოკიდებელია დღეს მედია ჩვენი საეთერო დრო იწურება გთხოვთ მოკლედ შეაფასოთ ხო მედია ცდილობს რომ რაღაცა დონეზე დამოუკიდებელი იყოს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ აი შეხედეთ თუნდაც ეს ცენზურის კანონი. შეხედეთ რეგიონალურ მედიებს ამ აგენტების კანონს არგებენ, ვისაც ვერ არგებენ, აი ახლა ფორმულაზე და TV პირველზე მიდის საჩივრები, აი 37 წელში რო იყოთ ასმენები 1000 რაღაცას უგორებენ და ამ დროს აი შეხედეთ ახლა სეზონი TV, აი აქვია იმის რა ქვია კანდელაკის ტელევიზია, რომელზეც ეს მჟავანაძე მიმდღეს მაგალითად გამოფინა რუსეთის დროშა, ოკუპანტი ქვეყნის დროშა. და სეზონი ტივის მისცეს კომუნიკაციების კომისიამ რუსულად მაუწყებლობის უფლება თუ რაღაც ეხლა აი წარმოიდგინეთ რამხელა ღალატია ეროვნული კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რომელიც ქვეყანაში რა ვიცი ერთ-ერთი უძლიერესი ინსტიტუტია და უნდა იყოს ხო უნდა განსაზღვრავდეს აი რაღაცა ძალიან დიდ ამბებს აი რაზე იხარჯება ეხლა ერთ მაგალითსაც მოვიყვან რა და მე გადავალ ამედის აი წარმოიდგინეთ რომ ისრაელში ეს ირანის დროშა რომელიმე ტელევიზიამ გამოაფრიალოს
ან გამოაფრიალონ აი პალესტინის დროშა ისრაელში. წარმოიდგინეთ რომ ეხლა მაგალითად აი მსგავსის ხო ჰეზბოლასი ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციების დროშები ააფრიალოს ისრაელის რომელიმე ტელევიზიამ. სანამ იმას მოსადი და ამანი მიხედავს და ეს სპეცსამსახურები მიხედავენ და სანამ სახელმწიფო მიხედავს, მე არ მგონია რომ იმ ტელევიზიას აქცევენ ნაფლეთებად ებრაელი ხალხი. და სანამ ჩვენ აი ესეთი მიდგომა არ გვექნება ქვეყანაში და სანამ ხალხი იმას არ გაიაზრებს რომ რეალურად მოღალატე და მართლა აგენტებისგან მიყურებია მაგ ტელევიზიის ხო ჩააგდესტორე არც მე უყურებ მაგრამ მე ვიძახი ფაქტს აი ფაქტს ვიძახი და ნუ მოკლედ აი აგენტები ვინ არიან აი აგენტები არიან ეგენი სუფთა სისხლის აგენტები აი ესეთი აგენტები რომ პირდაპირ ეთერში მიყავთ და აქეთ ხო და აი მაგ მედიასთან დაკავშირებით კიდე მედია ცდილობს რომ დამოუკიდებელი იყოს და ყველანაირი შემზღუდავი პირობები აქვს თუმცა თუ აგენტები უნდათ თუ გაფლანგვა უნდათ თუ ამის ის უნდათ რა ქვია მაგალითები სჭირდებათ აი მაგალითად გორელ იმას ვინც გიყურებს ტელემაყურებელს მიმართავ შევიდნენ აუდიტის სამსახურის საიტზე ამოიღონ გორის აუდიტის დასკვნები რომელიც ეხება გორის მუნიციპალიტეტს ხო სახელმწიფოს სამსახურის დაწერილია ჩემი დაწერილი ხო არ არის ეგაც ხო კოცების დაწერილია ამოიღონ ეს დასკვნები აუდიტის დასკვნები და ნახონ უბრალოდ რამდენ ფულს იპარავენ ადამიანები აი ეს გორის მერიასთან შეზრდილი კოცებთან შეზრდილი ხალხი რამდენი მინიმუმ წელიწადში აი ესეთი პირველი კურსის სტუდენტი რომ დასვა და დათვალოს მინიმუმ 10 მილიონი ლარია ესეთ შავად რომ დათვალო აი არც კი ჩაუღრმავდე მინიმუმ ყოველ წელს 10 მილიონი ლარით აზარალებენ გორის ადგილობრივ ბიუჯეტს და თუ ის უნდა რა ქვია ეს რო აიღო 10 მილიონი შეიძლება მთელ საქართველოში ერთად არ მოდიოდეს ყველა არასამთავრობოზე აი იმდენად მცირე თანხები აქვს არასამთავრობოებს რო შევადაროთ აი მაყურებლებს რო უთხრათ რომ სურათი დაინახონ ჩემი თქო არაფერს არ ვიგონებ კოცების უწყების დაწერილი აუდიტის სამსახური ეხლა აგე გენერალური პროკურორი გადმოიყვანეს და დასვეს მთავარ აუდიტორად გადახედონ გორის აუდიტის დასკვნებს და შეხედონ რამდენი მილიონი ლარი აქვს უბრალოდ მოპარული და როგორ აზარალებენ ბიუჯეტს ერთი მაგალითია მაგალითად აუდიტის დასკვნაში და თქვენ შეხედავთ აი ერთი მაგალითი შემინდა მოვიყვანო ევროპის ჩემპიონატისთვის ტაბლო იყიდეს რომელზეც გადარიცხეს 400,000 ლარი და იმ 400,000 ლარიდან როგორც ვიცი 170,000 ლარი გადაიხადეს ტაბლოში და 232,000 რომ მოიკითხა აუდიტმა პირდაპირ წერია აუდიტის დასკვნაში ეუბნებიან რომ ჩეკი დავკარგეთ და არ ვიცით ფული სად არის აი ესეთი გაფლანგვებით არის სავსე აუდიტის დასკვნები და 232,000 ლარი ალბათ საქართველოში აი 90-იანებიდან მოყოლებული რომ აიღოთ ყველა არასამთავრობო ერთად შეკრიფო აი ყველა ზე კორუმპირებული არასამთავრობოები თუ იყვნენ ასეთები იმათ არ ეკნებათ ერთად ყველას 232,000 ლარი მე მოგიყვანეთ ერთი кейსი შევიდნენ 21-ში მაგალითად ბაზარში რამდენ ლარად აქვთ მიცემული 21 და როგორ აზარალებენ ბიუჯეტს შევიდნენ ტენდერებს ვისაძლევენ და როგორი ხალხი ატარებს გამარტივებული შესყიდვებით სკოლების ტენდერებს და ნახონ დაათვალიერონ მიწები ვის აქვთ მოზომილი სად სამრეცხაოები აქვთ გაკეთებული კაფეების ადგილები მაგალითად იჯარითვისთვისაც აქვთ მიცემული და 30 ლარიანი კვადრატული რო აქვთ მიცემული ლარში და ბატონო მედიაზე საუბრობდით ხო არა მედიაზე შედარება მინდა გავუკეთო ლარში და აი ეს ყველაფერი უყურე შეხედეთ აი ეს ყველაფერი რომ არ გამოვიდეს სააშკაროზე ეს ყველაფერი რომ მიჩქმალონ დამალონ და კიდე კარგად რომ მოიპარონ თვითონ ამის გამო აქვს მედიაზე შეტევა და დამოუკიდებელი მედია ეს უკვე ადამიანური ფაქტორია რა ვინ გაუძლებს და ვინ ვერ გაუძლებს და მე იმედი მაქვს რომ როგორი სიმტკიცეც გამოვიჩინეთ შარშან იმ პირველ აგენტების კანონზე სანამ ამ ფარას მიიღებენ ნადენ ისეთივე სიმტკიცეს გამოიჩენს მედიას და არასამთავრობო სექტორიც და საბოლოო ჯამში ქართული ოცნება ვერ გაიტანს ამას და ჩამოიმსხვრევა და როგორც აი ეს ტიტანიკი
ჩამოიმსხვრა აისბერგზე, ესე დაემართება ქართულ ოცნებასაც დარწმუნებული ვარ ამაში. მადლობა, ქალბატონო ფატი, მოკლედ რომ შეაფასოთ, როგორ შეაფასებით, არის თუ არა დღეს დამოუკიდებელი მედია. მოკლედ, რადგან რეკლამის დროა ჩვენს ეთერში. არის კონკრეტული მედია ორგანიზაციები, რომლებიც ნამდვილად დამოუკიდებლები არიან, ობიექტურები არიან და რომელსაც ყავს ძალიან დიდი მაყურებელი. თუ სამწუხაროდ არის სახელმწიფო მედია საშუალებები, სადაც მაგალითად ალტერნატივა, აი მე გავიგე ახლა რომ აი პენდენციალურ დაწესებულებებში, ციხეში, ქალთა ციხეში მაგალითად მაუწყებლობს იმედი. და არა ვთქვათ დამოუკიდებელი რომელიმე კრიტიკული მედია. და ამ დამოუკიდებელი მე ძალიან მსიამოვნებს ამ არხების ყურება, ანუ ვთქვათ დამოუკიდებელი სააგენტოებიდან მიღებული ინფორმაცია, არის სხვადასხვა საშუალებები, სადაც შემიძლია გავიგო დაბალანსებული და დამოუკიდებელი და ესეთი სწორი ინფორმაცია, ობიექტური ინფორმაცია მივიღო. დიახ. მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში სტუმრობისთვის. აქტუალური თემის სტუმრები იყვნენ ოთარ კვირიკაშვილი და ფატი ბუხრიკიძე. საინტერესოა თუ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით, კანონთან დაკავშირებით მართველი გუნდი, რომელიც შეგვიძლია ჩვენი ეთერის საშუალებით ვნახოთ. ანალოგიური კანონზე პირველი მუშაობა დაიწყო ქართულმა ოცნებამ 2 წელი, რამე 3 წელი გავიდა წინ, 2 წლის წინ იყო. მაშინ იყო დიდი აჟიოტაჟი ატეხილი, რომ ეს იყო რუსული კანონი, არანაირი კავშირი არ საერთო არ ქონდა სხვა დასავლური ქვეყნებში მოქმედ კანონთან, მათ შორის ეგრეთ წოდებული ფარას კანონთან, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მოქმედებს. იმის მერე კანონ, რომელიც ამოქმედა პირველი იმისიდან, მოერგო თითქმის მთლიანად იმ სიტუაციას და იმ მოთხოვნებს, რომელიც განისაზღვრება ეგრეთ წოდებული ფარას კანონით, უბრალოდ რაღაც ნაწილში სანქციები არის უფრო ლიბერალური ვიდრე სხვა ქვეყნებში და მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაცილებით ლიბერალური. ჩვენ გვესმის ამ ბოლო ხანებში რაღაც ტრენდად დამკვიდრდა, რომ რაღაც კანონის მოთხოვნებზე მე კანონს არ შევასრულებ, მე იმას არ ვიზამ, მე სასამართლოში არ მივარ, მე საგამოძიებო კომისიას ჩვენებას არ მიცემ, რაღაც ადამიანები ამით რაღაც მოდას აყუნენ ვითომ. სამაგიეროდ იმასაც უყურებთ, რომ კანონის შევასრულების შემთხვევაში კანონი თავის მოთხოვნებს სახელმწიფო ინსტიტუტები ასრულებენ და ზოგს სხვადასხვა სახის ზოგს სისხლის სამართლები და ზოგს ადმინისტრაციული დისციპლინარული სასჯელები ესადაგება და თუ ვიღაცას კანონის შესრულება არ უნდა, მაშინ მიიღო ის სასჯელი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული და სწორედაც იმ დროს არის მიღებული ეს კანონების რაღაც დიდი ნაწილი, ვისაც მისტირიან ეს ზოგიერთი არასამთავრობოები, ანუ მიშა სააკაშვილის მოქმედების პერიოდში. რა თქმა უნდა, კანონები მერეც იცვლებოდა, რაღაც ნაწილი მერეც იქნა მიღებული, ან ცვლილებები იქნა შეტანილი, მაგრამ დიდი ნაწილი განსაკუთრებით მკაცრი სანქციებით არის მიღებული იმ დროს. შეასრულონ ბატონო თავისი პატრონის მიერ მიღებული კანონები. თუ არ შეასრულებენ და მაშინ მიიღონ იმავე კანონის სასჯელი, რომელიც სხვადასხვა ფორმით არის ხომ გამოსახული. რატომ არის საჭირო გამჭვირვალობა თქვენია? გამჭვირვალობა თუ დემოკრატიული ქვეყანას ვაშენებ, დემოკრატიის პირველი და აუცილებელი პირობა არის გამჭვირვალობა, საერთოდ მით უმეტეს, როცა სახელმწიფოში შემოსულ თანხებს ეხება საქმე და თუ გამჭვირვალობა დემოკრატიის განაპირობებელია ყველგან დასავლეთში, ყველა ესე დეკლარირებულად მოწინავე ქვეყნებში, რომელიც დემოკრატიის მედრუშეებით თვლებიან, ჩვენ რა ვინ ვართ, პაპუასები? თუ ჩვენთან ორმაგი სტანდარტები მუშაობს. ამიტომ გამჭვირვალობა არის გამჭვირვალობა ყველგან და როგორც საჭიროა სხვაგან, ისე ჩვენთან და თუ ჩვენ გვინდა მაშინ ვაშენოთ ის ქვეყანა, რომელსაც ყველაფერი ჭიროვანი და ბუნდოვანი იქნება, მაშინ მოგადავარცხებთ, რომ ეს ეგრეთ წოდებული არასამთავრობოები დემოკრატიული პრინციპების ერთგულები არიან. თქვენი აზრით, ფინანსები ისეთი წყაროებიდან, რომ საფუძვლის დიახ ბატონო. საფუძვლიანი ეჭვია ამისი, რომ ისინი ფინანსდებიან ისეთი წყაროები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოებრიობას პირდაპირ. მოკლედ და კონკრეტულად. ასევე რას ვიტყოდით მედიის ცენზურის კანონის შესახებ, ხომ შეუქმნის ეს საფრთხეს თავისუფლებას? საფრანგეთი არის დემოკრატიის შუქურა. ჩვენზე ადრე მიიღეს ეს კანონი იქ. გაცილებით კაცრი სანქციებით. ჩვენც ვარ დემოკრატიისკენ მივირთვით და ინტერესი გვაქვს, რომ გაცილებით დემოკრატიული სახელმწიფო
ავაშენოთ საბოლოო ჯამში და ამიტომ მათ შორის ამ მიმართულებითაც ამ კანონის მიღებასაც მივესალმებით. იმიტომ რომ არ შეიძლება რომ ვისაც კი რა მოადგება ენაზე და მე პატივცემ ყველა მასმედია ჟურნალისტებს, რა თქმა უნდა, გისურვებთ თავის პროფესიას ემსახურება, მაგრამ ვინც მიკროფონი და პატარა კამერა შეიძინა, თავისუფალი ამის შეძენა, ყველა ჟურნალისტი დაიფქვა. ენას უძვალი არ აქვს, ისეთ რაღაცებს ავწინებენ, მათ შორის საქართველოს სახელმწიფოს საზიანო ინფორმაციებსაც, ასე ვთქვათ, ავრცელებენ და სიმართლის ჩარჩოებში ფუთავენ. ამიტომ ამ კანონით უნდა რეგულირდებოდეს ეს სფეროც. ჩვენს ეთერში რეკლამის დროა, რამდენიმე წუთში დავბრუნდებით პირდაპირ ეთერში. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში. აქტუალური თემის სტუმარია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ნონა ქურდოვანიძე. პირველ რიგში მოგესალმებით ქალბატონო ნონა, მადლობას გიხდით გადაცემაში ჩართვისთვის. რომ გითხრათ რა არის გამჭვირვალობის კანონი და ვიზე ვრცელდება ეს კანონი? გამარჯობა, მადლობა ჩართვისთვის. პირველ რიგში ვიტყვი, რომ საქართველოში ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაციების, მედია ორგანიზაციების და ზოგადად საზოგადოების შეზღუდვის მიზნით არაერთი კანონმდებლობა არის უკვე მიღებული და ამოქმედებული და მათ შორის რამდენიმე უშუალოდ ეხება იმ საკითხებს, რაზეც თქვენ იკითხეთ, ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის, თუმცა სინამდვილეში სამოქალაქო საზოგადოების შეზღუდვის მიზნით მიღებული კანონები. ერთი ეს არის 2024 წელს მიღებული კანონი, რუსული კანონი, რომელიც რუსული კანონმდებლობის ანალოგი არის და ის კანონი ჯერჯერობით ისევ მოქმედია, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომ მას გააუქმებდნენ ეგრეთ წოდებული ფარას მიღების შემდგომ და მეორე ეს არის ეგრეთ წოდებული ფარა, რომელიც ქართული ოცნების განმარტებით არის ამერიკული კანონის ზუსტი თარგმანი, თუმცა აქ არის მნიშვნელოვანი რამ გასათვალისწინებელი კანონის ტექსტის ზუსტი თარგმნა არ გულისხმობს იმას, რომ მისი გამოყენება სხვადასხვა კონტექსტში, სხვადასხვა პოლიტიკურ ვითარებაში, სხვადასხვა სამართლებრივ სისტემებში, რომ ერთნაირად გამოიყენება. ამერიკული სამართლის სისტემა არის სრულიად განსხვავებული ქართული საქართველოს სამართლის სისტემისაგან. ამერიკაში მოქმედებს პრეცედენტული სამართალი, როდესაც კონკრეტულ საკითხებზე მიღებულ პრეზიდენტულ გადაწყვეტილებებს შემდგომ აქვს კანონის ძალა და ისინი გამოიყენება შემდგომ ანალოგიური საკითხების გადაწყვეტისას. საქართველოში ასეთი სამართლის სისტემა ჩვენ არ გვაქვს. არსებითი განსხვავება არის ასევე ინსტიტუციურ დამოუკიდებლობაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ამ კანონის აღსრულება არის დამოუკიდებელი ინსტიტუტების ხელში. მათ შორის სასამართლო დამოუკიდებელია, პროკურატურა დამოუკიდებელია და ყველა ვისაც აქვს შეხება სასამართლოსთან დარწმუნებულია, რომ სასამართლო გადაწყვეტილებას სამართლიანად მიიღებს. რაც შეეხება საქართველოს შეარსებულ სისტემას, საქართველოში ამ კანონის აღსრულების პროცესში ჩართული იქნება სამი ინსტიტუტი. და არც ერთი ეს ინსტიტუტი არ არის დამოუკიდებელი. პირველი ეს არის ანტიკორუფციული ბიურო, რომლის მიმართაც არსებობს არაერთი კითხვა, მათ შორის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით. მეორე ეს არის სასამართლო, რომლის მიმართაც ასევე არ არსებობს მაღალი ნდობა და სასამართლოს კონტროლთან დაკავშირებით ასევე არსებობს კითხვები და მესამე ეს არის პროკურატურა, რომლის მიმართაც ასევე არაერთი შეკითხვა არსებობს, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით მოტივირებულ დევნებთან დაკავშირებით. ამიტომ ასეთ რეალობაში, რა თქმა უნდა, ეს კანონი არ არის ზუსტად ამერიკული კანონის ანალოგი და ამ კანონის მიღებისას ქართული ოცნება მიზნად ისახავს საქართველოში დამოუკიდებელი ორგანიზაციების, ადამიანების, მედიების შეზღუდვას. უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ ეს კანონი ვრცელდება არა მარტო ორგანიზაციებზე, ეს კანონი ვრცელდება ასევე ფიზიკურ პირებზე და ის იმდენად ბუნდოვნად არის დაწერილი, რომ მისი გამოყენება შეუძლიათ ნებისმიერი პირის წინააღმდეგ თუ ამას საჭიროდ ჩათვლიან. კანონის პრობლემა ძირითადი ეს არის მისი განუჭვრეტელობა და ბუნდოვანება და მისი მორგება შეუძლიათ ნებისმიერ პირზე თუ ორგანიზაციაზე. დიახ, კანონის დარღვევის დროს რა სანქციებია მოსალოდნელი? კანონის დარღვევასთან დაკავშირებით, როგორც გახსოვთ, ცვლილებები შევიდა ასევე სისხლის სამართლის კოდექსში, სადაც სპეციალური მუხლი დაემატა კოდექსს, რომ თუ ეს კანონი
დაარღვია პირმა განზრახ, მაშინ დაეკისრება პასუხისმგებლობა, ჯარიმა და თავისუფლების აღკვეთა 5 წლამდე. ამ კანონის მიღების რეალური მიზნები თვითონ ქართულ ოცნებას არაერთხელ აქვს გაცხადებული, მათ შორის განმარტებით ბარათში, ცალსახად წერია ის ტექსტი, რომელიც მიანიშნებს, რომ ამ კანონს იღებენ სადამსჯელოდ დამოუკიდებელი ორგანიზაციების, დამოუკიდებელი პირების წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, მისი მიზანი, კანონის მიღების მიზანი არის სამოქალაქო ორგანიზაციების, ადამიანების, ფიზიკური პირების და შესაბამის მედია ორგანიზაციების გაქრობა და მათი საქმიანობის შეზღუდვა. დიახ, ქალბატონი ნონა, თქვენ ფიზიკური პირებიც ახსენეთ. რა ფორმით ვრცელდება ეს კანონი მათზე? უფრო კონკრეტულად. ამ კანონში მითითებულია, რომ ის ვრცელდება არა მხოლოდ იურიდიულ პირებზე, არამედ ფიზიკურ პირებზეც. ან როგორც იურიდიულ პირთან მიმართებით შეუძლიათ გავრცელონ, ასევე ანალოგიურად ფიზიკურ პირთან მიმართებითაც თუ ჩათვლიან, რომ მაგალითად ეს პირი იღებს დაფინანსებას და ჩათვლიან, რომ ამ დაფინანსების პირობებში ის ექვემდებარება რეგისტრაციას, შეიძლება რომ მასეც გავცელდეს ანალოგიური პასუხისმგებლობის ის ტვირთი, რაც კანონში არის ჩაწერილი. ანუ ამ კანონის მთავარი პრობლემა და ჩვენ ამასთან დაკავშირებით დავუთ საკონსტიტუციო სასამართლოში არის ის, რომ ის არის ძალიან ზოგადი, ძალიან ბუნდოვანი და წინასწარი მის განსაზღვრა რა საკითხებს ეხება და რა არის გამონაკლისი შეუძლებელია. ეს არის სპეციალურად ასეთი ფორმით მიღებული, რომ ადამიანებმა ვერ შეძლონ რეალურად მისი შინაარსის სწორი გაგება და მეორე მხრივ ძალიან ფართო დისკრეცია აქვს მიცემული ანტიკორუფციულ ბიუროს, რომ მან ვინცაც ჩათვლის საჭიროდ, მასზე გამოიყენოს და გაავრცელოს და დასაჯოს ის, ვინც მისთვის არასასურველი პირია, ან არასასურველ საქმიანობას ეწევა მისი შეფასებით. დიახ. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ დაფინანსების შეზღუდვა ეს კანონი ზუსტად შეუშლის ხელს დაფინანსებას. თქვენი აზრით ხომ არ მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციების გაუქმება ამ კანონით? დაფინანსების შესაზღუდად მიღებულია კიდევ ერთი კანონი, როგორც იცით, ეს არის გრანტების შესახებ კანონში შევიდა ცვლილებები, რომელიც უკვე ამოქმედებულია და ამ ცვლილებების თანახმად დონორი ორგანიზაცია ისე ვერ გასცემს დაფინანსებას, ისე ვერ გასცემს გრანტს, თუ წინასწარ თანხმობა არ მიიღონ მთავრობისგან. ანუ მთავრობის თანხმობას დაექვემდებარა გრანტის გაცემა. და თუ ეს პირობა იქნება დარღვეული, ამ შემდეგ ორგანიზაცია, რომელიც გრანტს იღებს, ის ჯარიმდება გრანტის ორმაგი ოდენობით. ეს ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერი გრანტის მიღების საკითხი უნდა იყოს შეთანხმებული მთავრობასთან და თუ მთავრობას არ მოეწონება კონკრეტული ორგანიზაცია თუ კონკრეტული გრანტის შინაარსი, მას ეძლევა უფლება, რომ ასეთი პროექტები დაბლოკოს. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ამ კანონის ასეთი ფორმით დარჩენის შემთხვევაში ხელი შეეშლებათ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს საქმიანობაში და ისინი დარჩებიან ფინანსური რესურსების მიღმა მთავრობის ასეთი ჩარევის პირობებში. ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არაპირებს დარეგისტრირებას. თქვენ რას ურჩევდით მათ? დარეგისტრირება თუ არ დარეგისტრირება, ეს არის დამოკიდებული იმაზე, ორგანიზაცია როგორ აფასებს თვითონ კანონს და საკუთარ საქმიანობას. თუ ორგანიზაცია ეწევა დამოუკიდებლად საქმიანობას და თვლის, რომ არ ექვემდებარება ამ კანონში რეგისტრაციას, ის ორგანიზაცია გადაწყვეტს, რომ არ დარეგისტრირდეს, რა თქმა უნდა. ეს არის, თუმცა ამ კანონის პრობლემა კიდევ ერთხელ არის მისი ბუნდოვანება, მთავარი პრობლემა, ესეთი განუჭრეტელობა. კანონის ბუნდოვნად დარეგულირებული ნორმები, რომელიც ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას აძლევს ანტიკორუფციულ ბიუროს და იმ პირებზე გავრცელების შესაძლებლობას აძლევს, ვინც მათთვის არასასურველი იქნება. თუმცა რეალური შინაარსი თუ ამ კანონის ისეთივეა, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებშია და ამაზე ხაზგასმული რამდენჯერმე არაერთხელ იყო ქართული ოცნების წარმომადგენლების მხრიდან თუ ანტიკორუფციულ ბიუროს მხრიდან, რომ ეს ზუსტად ამერიკული კანონის ანალოგიურად აღსრულდება, მაშინ დამოუკიდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარი საწესდებო მიზნების შესასრულებლად მოიძიებენ რესურსებს და საქმიანობენ, მათ ამ კანონის საფუძველზე რეგისტრაცია არ უნდა უწევდეთ. ეს არის ამერიკული გამოცდილება, მაგრამ საფრთხე სწორედ იმაშია, რომ ამერიკულ გამოცდილებას
არ დაეყრდნობა საქართველოში ამ კანონის ამოქმედება და ის ბევრად უფრო რეპრესიულ ფორმებს მიიღებს. რამდენად დამოუკიდებელია და თავისუფალია დღეს მედია საქართველოში? მედიის დამოუკიდებლობას და თავისუფლებას განაპირობებს პირველ რიგში რამდენად არის ამისთვის შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო. საკანონმდებლო ჩარჩო დღითიდღე უფრო რეპრესიული და შემზღუდველი ხდება, ამიტომ მედიებს საქმიანობის თავისუფლად განხორციელებაში ეს პირველ რიგში უშლის ხელს. გარდა ამისა, ამას ემატება ის გარემო, რა გარემოშიც მედიები საქმიანობენ, გარემოში იგულისხმება კონკრეტულად მათ წინააღმდეგ მიმართული სხვადასხვა ქცევა, მათ შორის ძალადობა და ასეთი ფაქტების გამოუძიებლობა. არაერთი ფაქტი დაფიქსირდა როგორც შარშან წელს წინა წლებში, რომელიც მედიების ჟურნალისტების საქმიანობის შეზღუდვას ასახავდა ფიზიკურ ძალადობასაც მათ შორის, როდესაც ჟურნალისტებს არ ეძლეოდათ საკუთარი პროფესიული საქმიანობის დამოუკიდებლად განხორციელების შესაძლებლობა და სამწუხაროდ ასეთი ფაქტები რეაგირების გარეშე რჩება და არ ხდება კონკრეტული დამნაშავე პირების გამოვლენა და მათი დასჯა. ასეთი გარემო ჟურნალისტებისთვის, რა თქმა უნდა, დამატებით საფრთხეებს აჩენს და დამატებით პრობლემებს უქმნის ჟურნალისტებს, რომ დამოუკიდებლად განახორციელონ საკუთარი საქმიანობა. დიახ, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გადაცემაში ჩართვისთვის. აქტუალური თემის სტუმარი იყო ნონა ქურდოვანიძე, იურისტი. აქტუალური თემა ამით დასრულებულია. მაყურებელს კი მშვიდობიან საღამოს უსურებ. შევხვდებით 4 შაბათს 20 საათზე აქტუალური თემებითა და სტუმრებით.